სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ბობი და ლესლი სვავს და ესეთ რამეს ამბობენ. გასული კვირის ქადაგების შემდეგ თემაზე ღვთის უზენაესობა, გთხოვთ დამეხმაროთ, გავარკვიო და გავარჩიო ღმერთის სუვერენიტეტი და ღმერთის განგებულობა, ანუ პროვიდენცია. რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ გავიგოთ? რა განსხვავება ღვთის სუვერენულობასა და პროვიდენციულობას, ანუ განგებას შორის. პროვიდენცია წინასწარ განსხვავება, განგება, ახლა ბევრი ამბობს კიდე ცოტა ისეთ სიტყვებს იხმარებენ ქართულში, ხომ? ბედი და რაღაცა, მაგრამ ეს არ არის სწორი. ანუ ღმერთი წინასწარ განსაზღვრავს მოვლენებს და ყველაფერს ალაგებს თავისი ნების შესასრულებლად. და ეს არის პროვიდენციულობას, რასაც უძახიან. და სუვერენიტეტი, იცით, ღმერთის სუვერენიტეტი, რომ ღმერთი ყველაფერს, რასაც აკეთებს, ის არავისთან ვალდებული არ არის. ის არის სამყაროს ავტორი და ყველაფერს ის არის მოქმედი და ის არავისზე დამოკიდებული არ არის. როგორც სუვერენული სახელმწიფო რო ამბობენ, სუვერენული, მაგალითად მეფე, ხომ? სუვერენიტეტი. და მონეტასაც ერქვა სუვერენული მონეტა, არ ვიცი იცით თუ არა ინგლისურ სამყაროში, ხო? რომელიც ყველაზე აღმატებული იყო. ასე რომ ეს არის რაზეც საინტერესებთ ბობ და ლესლის, ესე ცოლ-ქმარმა მოწერა ეთყობა ეს კითხვა. და ჯონ მაკარტური ლაპარაკობს. განსხვავება არ არის. ღვთის უზენაესობასა და ღვთის განგებას შორის განსხვავება არ არის. ღვთის უზენაესობა უბრალოდ ამბობს, რომ ის მართავს. ის არის წარმართველი. და ამით გულისხმობ, რომ ღმერთი არა მხოლოდ წყვეტს, რა უნდა გააკეთოს, არამედ მოქმედებს კიდევაც. და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იმის თქმა, რომ ის მომქმედია. და ის მუდმივად მოქმედებს. ის არის დომინანტი, სუვერენული ავტორი ამ სამყაროისა. მისი მიზნები ყოველთვის სრულდება და ხდება. ასე რომ ღმერთი მოქმედებს და ის აქტიური ამ სამყაროში. ის მოქმედებს კაცობრიობის ისტორიაში. ის მოქმედებს კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში. და ძირითადად არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ღმერთი მოქმედებს. ის მოქმედებს სულიერად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ასრულებს სულიერ საქმეს. ის აღადგენს სულიწმიდის მეშვეობით ადამიანს. ის ანათებს სულიწმიდის მეშვეობით. ის გვაძლევს ძალას სულიწმიდის მეშვეობით. ის გვაძლევს ნიჭს, რომელიც გამოიყენება სულიწმიდის ენერგიით, ღმერთი სულიერად მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში. ის მოქმედებს წმინდა წერილის ქადაგებით, ის მოქმედებს ერთგული მორწმუნის დამოწმებით, ის ცოცხალია და ის ძლიერია. ჩვენ სიტყვით ვართ ღვთის ტაძარი. ძის, მამის და სულიწმიდის ტაძარი. თუ ყველაფერს ახალ თქმაში ერთად ჩვენ განვიხილავთ. და ღმერთი სრულიად მოქმედებს ამ სამყაროში. ის სულიერი გზით მოქმედებს ადამიანების გულებში და ცხოვრებაში, მორწმუნეების მეშვეობით, მათი ნიჭისა და მსახურების მეშვეობით და ურწმუნოებში, მათი მონანიებისა და ხსნისაკენ წაყვანით. ყველა ქრისტეს გავსებისაკენ განწმენდისკენ გვიბიძგებს მერე. ასე რომ ის ლიდერობს, ქვემძღვანელობს, ის სულიერ განზომილებაში მუდმივად, შეუჩერებლად მოძრაობს. შემდეგი ცხოვრების ფიზიკურ განზომილებას, რასაც გარეგნულად ხედავთ, ის ისტორიულად ძირითადად ორი გზით მოქმედებს. ერთი არის განგებულობით, განაგებს პროვიდენციულად წინასწარ და მეორე სასწაულებს ახდენს. ახლა მოდით გითხრათ განსხვავება ამათ შორის. სასწაული არის, როდესაც ღმერთი მოქმედებს ბუნებრივი კანონების შეჩერებით ან დარღვევით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვიღაცა მკვდრეთი დაღდგება, ვიღაცა წყალზე დადის, ნაჯახი ამოტივტივდება, სოფლიო წყლიდან ამოტივტივდება, გახსოვთ ეს ელია და ელისის ისტორიაში. სოფლიო უზარმაზარი რეალობაში მოდის, როგორც წარღვნა მაგალითად, რომელიც თელ კაცობრიობას ახრჩობს, გარდარვა ადამიანისა. ნახეთ? და ეს არის დაბადების წიგნში გადმოცემული. ღმერთი სასწაულად მოქმედებს ბუნებრივი კანონის შეჩერებით. ის აჩერებს მზეს. ეხლა მზე არ დგას, იცით, ხომ? მაგრამ დედამიწის ბრუნვას ანელებს. ხედავ? გარკვეული დროით დედამიწამ გარკვეული დროით შენელდა. და ჩვენ არ ჩამოვარდით, არ დავეცით, ხომ? კოსმოსში. ცოცხალი ადამიანები. ასე რომ ბუნებრივი კანონის შეჩერება არის, რისი გაკეთებაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეუძლია. იესოს ცხოვრება ფაქტიურად სრულიად სასწაულებით იყო სავსე. სადაც ღმერთი აჩერებდა ბუნებრივ კანონებს, ცვლიდა. მაგალითად ის კვებას 5,000 ადამიანს
პლუს ქალები და ბავშვები. შესაძლოა ეს 30,000 ადამიანი იყო. და ის უბრალოდ ქმნის საკვებს თავისი ხელიდან. უბრალოდ ქმნის საკვე, თავისი სიტყვით. ის აჩარებს ქარიშხალს. ის კითხულობს სხვების აზრებს. და ეს ყველაფერი სასწავლებლური ძალა, რომლითაც ძირითადად აღემატება ისინი ბუნებრივ კანონებს და ბუნებრივ წესრიგს. მას ეს ძირითადად ჩვენმა უფალმა გააკეთა ეს თავის სახურების დროს. ძველ აღთქმაშიც იყო რამოდენიმე ეპოქა, სადაც სასწაულები საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ეს იყო ელიასა და ელისეს დრო და გარკვეული სამჟავრები ძველ აღთქმაში, მაგრამ ძველი აღთქმის ისტორიის უმეტესი ნაწილისათვის ეს არ იყო ბუნებრივი და ხშირად არ ხდებოდა. ასევე მოსეს დროს გახსოვთ ხომ, ასევე იორდანეს გაყოფა, წითელი ზღვის გაყოფა. შემდეგ იესო მოდის და ყოველდღიურად ახდენს უკვე სასწაულებს. ეს იყო სასწაულების რაღაცა გასაოცარი ხანა. ეს იყო აფეთქება სასწაულების, ანუ ბუნებრივი კანონების შეჩერების. და ეს იშვიათი შემთხვევებია, მხოლოდ რამდენჯერმე არის ძველი აღთქმის ისტორიაში, სინამდვილეში იესოს ცხოვრებისა და მსახურების დროს და შემდეგ მოციქულების დროსაც გრძელდება, მაგრამ არა დიდი ხნით. მოციქულის პავლეს მსახურებაშიც იყო დრო, როდესაც საქმეების წინს კითხულობთ და სასწაულები სასწრაფოდ ძალიან საკმაოდ სწრაფად იწყებენ გაქრობას. როდესაც უკვე ეპისტოლეები იწერება, ეკლესიისთვის მითითებას თქვენ მიაღწევთ, არსად აღარ არის უკვე ბრძანება და დავალება, რომ სასწაულები მოვახდინოთ ჩვენ. ამიტომ ეს განსაკუთრებული დრო იყო იესოს, როგორც მესიის და მოციქულების, როგორც ღვთაებრივი უწყების ჭეშმარიტი მქადაგებლების, აპოსტოლების დასადასტურებლად, რომ ისინი ღვთისგან იყვნენ წარმოგზავნილი, სანამ გავრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და ბიბლია დაიწერებოდა. და ეს იშვიათი შემთხვევებია. ღმერთის ფიზიკურ სამყაროში, დროებით სამყაროში, ხილულ სამყაროში მოქმედების მეორე გზა არის, როგორც გითხარით, პროვიდენცია, ანუ წინასწარ განგება, ღმერთის განგებულება. ასე ქვია მას განგებულება ქვია, პროვიდენცია. ეს ნიშნავს ბუნებრივი კანონის შეჩერების გარეშე, ბუნებრივი კანონის გადალახვის გარეშე. ღმერთი ერევა სამყაროში. ის აწყობს ყველა აბსოლუტურად სიტუაციას, ყველა ადამიანს, ყველა რაღაც მოქმედებას, ყველა დამოკიდებულებას, ყველა არჩევანს, ყველა გადაწყვეტილებას უსასრულო რაოდენობის მოვლენების მონაცვლეობაში. ის ყველაფერს ერთად აერთიანებს, რათა ზუსტად შეასრულოს თავისი ნება, რათა თავისი გეგმა განახორციელოს. და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს მისი პროვიდენციულობა და განგება, ესე ზემოქმედება სამყაროზე, სასწაულზე უფრო დიდი სასწაულია. რა იქნებოდა ღმერთის უფრო ადვილი, ეთქვა, შეაჩერე ბუნებრივი კანონი და მე სასწაულს მოვახდენ. ანა იყო მილიონი თავისუფალი რადიკალი, შეიძლება ითქვას მილიონი სხვადასხვა ნივთი, რომელიც შემთხვევით აქმით მოძრაობენ და მუდმივად აწყობენ მას, რათა ზუსტად შეასრულონ მისი ნება. ხედავთ, თუ გსურთ ღვთის ძალა, უზენაესი ძალა, განგებულება, ანუ პროვიდენცია არის ის, სადაც თქვენ უნდა ეძებოთ ღვთის ძალა. პროვიდენციაში, განასასწაულებში, თუ როგორ ახდენს ღმერთი თავისი განგებით ამ ყველაფერს და როგორ არაგებს სიტუაციებს. როგორ აწესრიგებს ღმერთი ყველა დეტალს. ბუნებრივი კანონის დარღვევის, ბუნებრივი კანონის ჩანაცვლების, ადამიანების რობოტად გადაქცევის გარეშე. ხედავთ, ადამიანები თავისუფალი ნებით მოქმედებენ და მაინც აკეთებენ იმას, რაც ღმერთს უნდა. აი ეს არის ღმერთის პროვიდენცია. ისინი აკეთებენ თავიანთ არჩევანს, აკეთებენ იმას, რაც უნდათ და ღმერთი მათ ამ ყველაფერს მაინც საკუთარი მიზნებისთვის წარმართავს. ეს კი მისი სუვერენიტეტის ძალა. ეს ძალიან კარგად არის ესთერის წიგნში, კარგად ჩდება. თუ წაიგითხავთ ესთერის წიგნს. მადლობა მოსვენისათვის.